დღევანდელი ჩვენი შოუს სტუმარი გახლავთ ჩემი ცოლის დაქალების მსახიობი და უბრალოდ ძალიან მაგარი სუპერ გოგო, რომელსაც უნდა გათხოვება და კაცები უნდა აი ასე ეძებს კაცებს და მას ასე ჩვენი სტუმარი გახლავთ ნანუკა გულუა. მოდი გოგო, მოდი, როგორი გიხდით. მე შენ ხახა რა ტექსტისთვის გადაგიხადე. რა თქვია, გათხოვება უნდა კი არა. რომელიც არავის ტოლს არ უდებს და ბედნიერი ვისაც ეს გაყვება და რას ნიშნავს გათხოვება უნდა. თავიდან ჩავწერე. გადმორიცხე. მე ჩემი დავიგო. აი რა იცი რა ვქნათ, მოდი თანხა ჩვენ მოგცეს, იმიტომ რომ ჩვენ მოვიხმარეთ. ჩვენ ნამდვილად ესე გავიგეთ. ჩვენზე ნუ იძახი კაცო. მოკლედ განცულად მოიქცა რა ამას გავცემ პასუხი. მოკლედ მადლობა რომ ჩვენთან ხარ. აპატიე ეხლა ეს მეგობრული ხუმრობა რა. ხო იცი რაც გააკეთა ეხლა რა. ესე მეგობრულად გეხუმა. არა და ფული უკვე აღებულია. აღებულია. და ნახე რა მაინც აი კარგი, მოდი ერთ კომპლიმენტს გეტყვი რომ ძალიან ბრძღიალა და ლამაზი და მშვენიერი ხარ. ანათებ. გაპატიე. შემოხედი განაცდა. განაცდა. ესე უბრალოდ ხა ბედნიერებისგან რამეს უნდა კითხოთ, რამე ისეთი დამაინტრიგებელი ხარ ხდება. თუ უბრალოდ ბედნიერი ხარ ესე. რას გულისხმობს? ანუ გულისხმობ რომ ვინმე ახლა მე კი ასე ვთქვი, მაგრამ ხომ არ გამოჩნდა ვინმე ვინც შენში ეს გამოიწვია თუ უბრალოდ ასე. მომისმინე კარგად პირველად და უკანასკნელად გეუბნები რომ არ არის აუცილებელი გყავდეს ბეწვის გორგალი იმისათვის რომ იყო უბრალოდ ძალიან ბედნიერი. აი ასე. ასე სიტყვებს ხოლმე ჩვენი შოუდან გაიგებ. კატები არ გიყვარს ხო კატაზე გულისხმობ. კატაზე საუბრობ. და ძაღლზე. აი ასე. ხო და უბრალოდ ძალიან ბედნიერი ვარ. ყველანაირი წვრილმანი მიხარია რომ დღეს თქვენთან ვარ და ძალიან ახალისებ ამ შენი სიხარული. კი, აბა, და თან შენ გაქვს ამისათვის ძალიან მაგარი მიზეზი. უყურე ახლა რა მიზეზზე მაქვს საუბარი. მაყურებელიც მიხვდება და მე დარწმუნებული ვარ. ამ ამბის მერე თქვენც ისეთივე ბედნიერები იქნებით, როგორც ჩვენი ულამაზესი სტუმარი. საქმე ეხება იმას, რომ ფორმულაზე იწყება ახალი პროექტი. აბა ბიჭებო, ჩვენ თუ გვაქვს მთავარი ბიჭები, იქ გოგოები იწყებენ. ქალები. ჩვენ ლაწირაკი ბიჭები, ქალები ძალიან მაგარ შოუს დაწვრილებით უკვე შენ გითხარი ახდება როგორ ხდება. მოკლედ გადასარევი. ჩვენ ოთხნი ვართ და გონი არა. ვანიკო უცნაური ფორმატით ურთიერთობს ხოლმე ასე რომ აი ხოლმე გეტყვით ვინ არიან წამყვანები და არა მგონი მართლა რომ შენ ეგ ამბავს კიდევ ერთხელ გაიმეორო რა. კი, ექსკლუზიურად თქვენთან. მოკლედ ძალიან სახალისო, ძალიან ქალური, ძალიან კარგი სტუმრებით თქვენთან ერთად ანუ იქაც ანუ შევხვდებით თითო გაგიყვანთ აქედან თითო დრო მე იბატონოთ კი ბატონოთ კი მოკლედ ჩვენი ხვართალა მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე მე მეორე მოდელი ზუგდიდი და ნანუკა გულუა სალომე შარვაძე არაჩვეულებრივი მსახიობი და თეონა ლეჟავა არაჩვეულებრივი მსახიობი თეონას ყველას მოგიხვა პრინციპში მე და თეონას ჰქონდა ევროპული კრუიზი რაღაც პროექტზე და ძალიან მალე დაიწყება და თქვენს მეგობარ არხზე ფორმულაზე ეს მაინც გითხარი აი ესე ყველაფერს დეტალურად ვერ ვარ. სტუმარი გეყოლებათ. სტუმარი გვეყოლება ერთი, კი და გვექნებათ ძალიან სახალისო ქალური თემები, ჩვენს თავზე იუმორის ხვებზეც და ყველა. და კიდე სხვანაირადაც შეიძლება გაგიცნონ ყველა, ვინც იქ ხართ მაყურებელმა. ახლა მე რა მაინტერესებს, როგორ ემზადებით ამ ყველაფერს? რა ხდება? მე და ალექსანდრა. და ალექსანდრა დავდივარ. ხო, თქვენ საალკე ხაზი. სპილინგებს და თეონა და სალომე ხა ემზადებიან რა. იქ შედან ისინი არის. გლამურით გლამური ჩვენ ვართ კი. ჩვენთანაც ეგრე არის, სხვათა შორის გლამური ძირითადად მე ვარ ხოლმე დაკავებულები და ბიჭები აი ის ორი რო ჩვენ ესე გადავინაწილე, ჩვენ ესე გვაქვს გადანაწილებული, ანუ ბიჭები ხო ვარ თავარ ბიჭები. ლამაზი ბიჭი, ასე ქვია რა, ჩვენთან ესე გადაწყდა ლამაზი, არა სიმპათიური და ესე სიტყვას არ ხმარობ. ლამაზი ბიჭი ილო და საჯიშე ქართველები ნიკა და ვანიკო. აი შენ მოგიკვდი. ჩვენ აი შეგხედე სხვა რა უნდა საჯიშე ბიჭები. აბა გლამურა ილია? გვარი ნახე გლამურია, ილია გლამურია, მე მომწონს ეს. ვიქნებოდი შემოვიდეთ ილია გლამურია. ისე რა უცნაური, სულ მინდოდა რომ და სულ ნანოვდი, მე ვხედავ ისე რომ მეამაყება რომ კახელი ვარ, აი სულ ნანოვდი რომ მეთქე, ხო შენ რაღაცა მაინც გამრეოდა მეგრული, ნუ ეგ რაღაც ცხოვრების ბოლომდე დამაგნო. მეგრული რაღაც ყავს ნახრად მეგრელი. ნახრად მეგრელი ყავს და შენც უკვე ჩათვალე რომ ცოტა დიდი ნაწილად უკვე მეგრელი. კი, იმიტომ რომ მეც მეგრელი ყავს, სწორედ და დამიჯერე ნამდვილად მეგრელი ხარ. ო რა კარგი ბიჭები ხართ, როგორ გწოდნიათ არჩევა.
რაიმე მეც რა დამთხოვა. აი ხე იცით რა. მეც რა დამთხოვა. აი და ისე მეგრელებს გამახსენე ხავში. წარმოვიდგინე, ჩემი ცოლის დაქალებში ხა მეგრელებმა რა ფურორი მოახდინეს, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით და უბრალოდ აი ხშირად ვეკითხებით ხოლმე ხა ჩემი ცოლის დაქალები და რომ მოდიან ხოლმე სახები თქვა რეალურ ცხოვრებაში რა ხდება, მაგრამ შენთან მიმართებაში ისე გვაინტერესებს რომ ანუ სამეგრელოში რომ ჩადიხარ ხა იქ მე მგონი რომ ლამის ძეგლი უნდა დაგიდგან. როგორ ხდებიან ხოლმე რას გეუნებიან არ სიამოვნებთ რომ მთელი სამეგრელოს აქედან უყურებთ და ესე მოგწონთ. მოკლედ სამეგრელოზე ხა ძალიან კარგი ისტორიას მოგიყვებით. თან შენ ხა ისე წარმადგინე რომ ეგრევე გამახსენდა ეგ ყველაფერი და რო არ მოგიყვეთ არაფრით არ შემიძლია რა. ნუ მოკლედ ხა ზუგდიდში რო ჩავდივარ მართლა პრინცესა მგონია თავი და ვაფრენ მეც ჩემს ზუგდიდზე ხო იცი ჩემს მეგრელებზე და მართლა სულ სეპარატისტებით გამომდის მაგრამ ხო გიჟდები ჩემს მეგრელებზე და ისინიც გიჟდებიან ჩემსა და მართლა პრინცესასავით ვარ იქ რო ჩავდივარ მაგრამ ძალიან დიდი პრობლემა მათ ჩემზე დიდი პრობლემაა ჩემი გაუთხოვრობა მათთვის რა და მოკლედ ნუ აი ესე წლებია უკვე ეს გრძელდება რომ იმის ბიჭი გადასარევი პატარა ბიჭია 59 წლის იმის აი უყარგეს პატარა 52-ის და ნუ აი უკვე ჩემი ასაკი ისეა რომ უკვე იზრდება ამ პატარა ბიჭების ასაკიც და ნუ მე ვარ ჭკვიდან გადასული ეხლა რო ჩავედი ზუგდიდში ჩემი ძალიან უახლოესი ადამიანი მოკლედ მოვიდა ჩვენთან სახლში და უნდა რაღაცა მითხრას რა და თან ვერ მიბედავს პირდაპირ მითხრას და ესე ზის და პირდაპირ რაღაცა წერტილს უყურებს მე ვზივარ გვერდით და ესე ყვება კოლორიტებში ვიყავი ამას წინა ზუგდიდის და გაოგნებულები არიან შენი ჭირიმე რა ხდება ვეკითხები აქედან ეს ნანულიკაო რა, კაი გოგოაო, გახტაო უკეო, სუქანიც არ არისო, ლამაზად გამოიყურებაო, კაი ოჯახის შვილიაო, ნასწავლიო, ყველაფერიო, ხალხში ეს ჩანსო და რატომ არ თხოვდებაო, რა არისო, მაგიო? გაფუჭებული ხო არ არისო? აი დატეხილი. დაკალსვალში აი მაშინ დამიმიზნა რომ პირდაპირ რეაქცია პირველი არ გამოპარვა და ბოლო გაფუჭებული ხო არ არისო გამიყარა თვალის ყველაფერი წადეს რა და ბოლოს აი ბოლო აი ესე რომ გადმე გაფუჭებული გამიყარა რომ გაფუჭებული ხო არ არის მაგრამ ჩვენ აქედან უნდა ვთქვა რომ არ არის არ არის მეგობრებო ასე არ გაკეთებულია ის ილომ რას თქვა თავიდან ხუმრობა იყო რომ ანუ გათხოვება ბედნიერება მაინც და ასე კი არ არის აუცილებელი რა თქმა უნდა ადამიანი მუდამ ბედნიერია და თუ ვიღაცასთან კიდევ უფრო ბედნიერი იქნება თავარია ყავდეთ საყვარელი ისო და იწვევთ ახალ პროექტს აი ეს არის მე მაქვს ერთი კითხვა რამდენად აზარტულია მეგრელები აზარტული ადამიანები არიან ცხოვრებაში აი ხო ნუ ეხა თან ნიკათ ავტობიოგრაფიულ მართლა ძალიან აზარტული ვარ ეხა ვუსმედი თქვენს მონოლოგს რო ყვებოდი რომ ესე ავტობუსის ძღოლი რო შევიდა შენი ავტობუსის ძღოლი სხვა აზარტის კაცი იყო და აი ჩვენმა ავტობუსის ძღოლმა ზუგდიდში რომ მივდიოდით სლოტები ითამაშა გაჩერდა და მე დავინახე იმიტომ რომ ვეძებდი და თავზე ვედექი მიდი ბონუსი მიდი გურა აი ესე ვიდექი და ის დავიჭობდა და მე გამიშებული ვიყავი არა რა მაგარი სცენა წარმოვიდგინე გადაირია გამოეთრიე ძაღამ და რა სხვათაშორის თქვენც უნდა შესულიყავით და მიდი მე ძალიან გულშემატკივრე მართლა აზარტული ვარ არანორმალური. თუ აზარტული ხარ, მაშინ ვანიკოს აქვს ძალიან კარგი წინადადება ჩვენი აზარტული სტუმრებისთვის. აბა. ამ ყველაფერს მე შენ ლიდერ ბეთის ოთახში გაგიმხელ. ვახ. ავიდე. და როგორც დაკიდი ლიდერ ბეთის ოთახში ჩვენ საოცარი თამაშები უნდა ჩავატაროთ, ხო? უნდა ვითამაშოთ. ვითამაშოთ, ასე ვთქვათ. ერთ-ერთი მაგალითად არის, რასაც ვქვია, შეცვლილი სქესი. ორ გუნდათ ვართ გაყოფილი როგორც შეატყე შენ და ილო ხართ მე და ნიკო ვართ და ჩვენს მონიტორზე გამოისახება ჩემი ცოლის დაქალების მსახიობების პერსონაჟების ფოტოები ოღონდ იქნება შეცვლილი სქესი აჰა გავერთობთ ჩვენ უნდა გამოვისახოთ შეგვიძლია პირდაპირ მსახიობის სახელი დავასახელოთ თუ ვერ გავიხსენეთ პერსონაჟის გასაგები აბა ვაჩვენეთ ფოტო აბა ეს არის ჩემ თეატრში არის გადაღებული ვინ არის ესა ჩემ თეატრში არის გადაღებული და ბიჭი უნდა იყოს, ხო? აი, გაანებე, ბიჭო, მშვიდობა, აი. ვისი თვალები? ვინ არის? ჩემ თეატრშია გადაღებული. ვახ. წარმოდგენა არ მაქვს. ჩვენთან გალამაზი ხალია, კაცო, რანაირი ბიჭია. ვინ არის? კუტკუნა არის. კუტკუნა, ნახე. თვალებით უნდა ხო ცოტა არის ზაზი ყოჩი არ არის ყოჩის არ გაქვს აუ არ ვიცი ეგრულად მიუდექი რართული ყოფილა
პირველ ქულაზე ვნებდებით. მოდით გვაჩვენეთ და მე პრინციპს გამოვიცნობთ რა. ვერაფრით ვერ მივხვდი. როგორ უნდა უკან დააბრუნა. თან აიფონის ფილტრები არის, სულ ვადებ ხოლმე ქალის სახეებს და არც ერთში ეგეთი არ იყო რა. გამოვიდა ცალსა. ვაიმე, რანაირად არის? და იფიქროს შეცვლაზე. ბუძი ბოდიში. ბუძი აცლავადი. არა, შენ შეგიძლია თავით გაიმართო, იცი? ბუძი მე შენ სხვანაირად არ გიცნო. არა, ხო, რა ვიცი მე არ მიმართა. შემდეგი ადვილი ამბავი არ არის. ესე იგი მარტო აქ აი მე ურთულესია რაღაცა ვიმის. სული და ვერეშიანი ნატა. აბა რა. ვერეშიანია. ნატა ვერეშიანი. გამოიცლეს კულაკა გვაქვს. არა, უკანა მხარეც მეგდო. შემდეგ. ილო ვიყვარხარ. აბა, დაგასტარი. ებოა. აბა, ვაიმე რა. რა ბიჭები არიან, კაცო? თურქი არტისტი. და ხო, თურქი არტისტია. გიოს გავს, გიოს თავის. არკანის ბიძაშვილი არის. შემდეგი თუ შეიძლება ძალიან სახალისო ყოფილი. ანუ გამოვიცანით. შემდეგი, ვანიკო, შემდეგი? ხელი დაადე. ბაია. ეს შეცვლილია ალბათ მკერდი დატოვებული. შემდეგა. ვაიმე. ოი, კუჩხალია, დავით კუჩხალია, ბატონი დათო თქვენთან. ვერ გამოვიცნობი მე. დათო კუჩხალია. ხო, ეს როგორ გამოვიცე? ესე იგი შენ ყველაზე მეტად ვერ მიხდი, შენ ყველაზე მეტად მეგა ბიჭებს მესქეს ვერ ვუცვლეთ, რაღაცნაირი ამბავი. ვერ ხედავს. ვერ ხედავ, რა ლამაზია. ლო შემდეგ თავისი ლამაზი ნაკვთებით, რა ლამაზი ქალი. ამ სეზონში ეგრე რო შემოდიან. ხოჩი. ოჩა. ოჩა. აი თუ ვერ გაიგე. ოჩი. არა, ხალის ვარიანტი დავიბრუნეთ. იცი როგორი ღიმილი აქვს? მე ფალი კი არ ვიყავი. ხალი არ ვიყა, მომიწია ძმაო. ოქროსურნელი ქალია, რა გინდა? შემდეგი. ჭუნა. ლამაზი ხარ. მაგარია. თმახო გადაინერგე, ეხლა მოიზარდე ბიჭო, რა კაი ხარ. ვაიმე, ისა. ნიკა, ესე ვერ მიხდი. ვაიმე, რა ჭუნას უნდა თმები რა კაცო. გადავირი, აბა. შემდეგი თუ შეიძლება. ეს არის გაჩკა. გაჩკა. ვაიმე, გაჩკა. გადავდეთ გაჩკა. ბიჭკაცზე. ცოტათი არ წაუბახუტებს. წაუბახუტებს რა. იქ არის შოხეთ მიცგავს რა. შემდეგი. შოხა მოუხდებოდა. შემდეგი. რომდეგი. ვაიმე, ვაიმე, როგორ გავა? ვაიმე, რა კაია. შემდეგი. რა კარგი იყო. შემდეგი გადავთოთ. აბა. ვაჩვენეთ. სალომე შარვაძე რო არ გამომეცნო სირცხვილი. ჩემი გოგოა, ჩემი გოგო. ჩემი სალომე, აუ რა ბიჭი ხარ, სალამა. ბიჭია სალამა. აბა, ვაჩვენეთ სალომე, გაკაცებული სალომე, ვაჩვენეთ. ვაჩვენეთ. ასეც და ისეც მაგარი. ორივე მაგარი გოგო. სალამა ჯო. აუ რა ბიჭია სალამა. რაღაცეები ხდება, ესე იგი ვიღაცეები რო გადავაკაცოთ, ხო? გადავაკაცოთ. ანუ უყურე ისევ სელებრიტებს ემსგავსებიან, ხდები რა? ის გავს. ანუ აი გითხრა ვის გავს ჩემი აზრით? გიორგი ვარდოსანიძეს. ჯორჯ გავს რა. აუ რა ბიჭია ჩემი გოგო. შემდეგი. აბა. არა გიორგიც ბიჭია რასა? ბიჭია, კაცური. ვაჰ. ოპ. ბაქარი. არ გამაგია. არა. ვაიმე, რატო გავაჭირე? ეს არის? ბიჭო. ვაიმე, მანტკავების სავარძელში. ხო და ის მეცნობა მე ეს სავარძელი. ისინი რა მაგრად ტონია ესა?
არა? ტონი არ არის? არ არის. კაცო, ესეთი მაისურით რა ტონია? აიცი რა შეცვლის დროს შეიძლება ვერ გავიგე ხა ხალი თუ ვერ ხვდები მე. მაიცა. მანტკავების სავარძელში ზის ან შენთან არის სახში მდიდრულად არის რა. მაიცა. ისა, კაცო. ვინ არის? ახარა ხო არ არის? შაგუ ხო არ გეცნობა რამე შენი ის ხო არ არის სავარძელიან მერთო ვინ არის? არა, სავარძელი მეცნობა ისე. კაცი ვინ დადის შენთან სახლში? ჩემთან ტონი მხოლოდ. ვინ არის? სავარძელი შენი სენიდან გეცნობა? მაიცა ერთი წამი. მდიდრული სავარძელია. ხო? ბიჭო ბაქარი ხო არ არის არ არის ბაქარი. ხარს გავს ცოტათი. ჩემნაირად კი უჭირავს ვისკი ისე სხვათა შორის, მაგრამ შეგვიძლია დავნებდეთ მეგობრო. დავნებდეთ. აი, ნებდები. აბა, ვაჩვენეთ. დაგნებდით. დავხარეთ, ქედი მოვიხარეთ. ვინ არის? მაგრამ ვერ გამოვიცანით ისინი ჟილკობენ, ჯერ დააჭერენ და მერე ფიქრობენ. არა, ჩვენ დავაჭირეთ. ბაქარი იყო მიღანი დავაჭირეთ თვალები ხო, კაცო, მე ტონი მეგონა რა იყო. ხო, შეცდა ტონი. შირაძე. ჩემ გოგოებს ეგრევე ვცნობ რა, დღე და ღამე ვუყურებ ყველაფერი ვიცი ამას. ნახე შირაძე, როგორი ბიჭია. ნახე როგორი ბიჭია რა, აშვებია მაგა, მაგარი ბიჭია, თენდა. ისინი ხო არ გადავაკეთე. ისე მეკალად გადაკეთებული და ის ბიჭი გადაკეთებული საინტერესო. თქვი, გენიალური მსახიობი. ალეკო მახროვლიშვილი. ყოჩა. გამარჯვებული გამარჯვება თქვენზეა. თუმცა ამ დაგთავდება ჩვენი შერკინება, ჩვენ შემდეგი თამაშით და გიბრუნდებით ახლავე. მოკლედ ამ თამაშს ქვია გამოიცანი ფილმი რეკვიზიტების მიხედვით. ან რეკვიზიტების საშუალებით, დახმარებით. ანუ რა მოხდება ჩვენთან მონიტორზე აღიბეჭდება ფოტო, რომელშიც იქნება აქსესუარები. და ამ აქსესუარების მიხედვით, რეკვიზიტების მიხედვით ჩვენ უნდა მივხვდეთ რა ფილმია. ძალიან კაი. მე მგონი აი შევხედოთ და თან გზადაგზა. L'homme chevenier. აბა გთხოვთ? პირველი ფოტო. ოპა. ეს სიყვარული ვენახში. არა, ეს ნამეტანი ფუფუნებაა მაგ ფილმის. ნამეტანი ფუფუნება? დედის ზუზუ პირველი? დაარტყა ხელი თუ არა? დაარტყით, ეგ არის, ხო, აბა მე ასეთი მანქანა იყო მაშინ? არა, მანქანას თავი დაანებე. უნდა მივხვდე. არც ეს ძუძუ არ არის. არც ის არ არის. არც ეს არ არის. იმის ძუძუ შენ რომ მგონია. ეს ვისი ძუძუა? არა, მე მეგონა ეს ვენახი შეიძლება სადღაც საფრანგეთის ველებიდან იყოს. ვენახში. აი, შეგეთახმები რომ გამოვიდა. აბრიოლეტით ეგ არის. ნახე და მაგარი გოგო. დახმარებით აღნიშნოთ ეგ. ია. შემდეგი. შემდეგა. მე ვიცი. არება და გოგი. ყოჩახ. ეგ არის. დაგაჯდა სპილი. მაუზერი. პატეფონი მაუზერი. ან კაი თამაში გავა. ვიღაცა მილოს ასცინა რა აუცენია. არება და გოგი. კარგი შემდეგი. ასე რომ უნდა ვიგვაშ. გვაფიქრეთ ხოლმე რა, თუ ეგრევე მივხვდებით ცოტა ხანი მაინც. აბა. პატარები ვარ. ოპა. აუ. მე რაჭა ჩემი სიყვარულია. ეგ არის. სოკოზე გამახსენდა. სოკო. მე მიყვარს რა. სოკო რა შუაში? კი, არის შუაში. რაჭა ჩემი. ყველაზე საფემი სოფლიო. არის ხარად კომედი ხარი. ჩვენ გვექნებამ. შემდეგი თუ შეიძლება. ოპა. გამოვიცანი. არის შენი საქმე. ილომა ციცის. მე რა თუ იცი? მე რა შევია ილომიცის. გითხრი ხუთამდე წააგეთ. ხუთამდე. რა უნდა ილო ამას? კლინიკაში ის რა, ის რო არის. იცი? აბა. მაიცა ცოტა. ნაკეთილი ხარ. ოპერატო? ეგ არის. მეორე მაგარი ვარ. შენ აბა ეგ ვინ ჩემი ხედი. ზუსტად ეგ პოსტერია თან. აი. კარგია, დააჭირე შენ. ეგ არის მეგრული თამაში. დააჭირე და იფიქრე მე. არაფერს არ ვაგებ, ჯერ ეხა დაიწყო ყველაფერი. ვანი შემდეგი. ქუთაისი? ციცილა? მაიცა ის ხო არ არის, ბიჭო? არაჩვეულებრივი გამოფენა. მაგრამ წიწილები იქ რა შუაშია. ეგ არის. როგორ არის წიწილები რომ მოაქვს იმაში? ბაკეტზე. ხეხა გამახსენდა, ვერ მიხსენე. კი, არაჩვეულებრივი. ჩვენ გვეთვლება. კი ბატონო. არ გადავ, დღეს ერთი რაღაც გამოიწვია. აი, ერთი გამოვიცანით და ეხლა რა გვახარ? ერთი ფილმი გამოვიცანით და შემდეგი. ვაცადეთ სიხარ. აუ.
ჩვენ და გასწარი. აი, აქანთია. ათია. ბერლინი, ტანკი და ვინაგრა. აზა ვინაგრა. დალოცვილო, ჩინა. შემდეგია. აჰა, კაი. არის კაცის მამა. კარგი. შემდეგი. ზედიზედ 2 ხულა უკვე ძალიან არ გავთამამდეთ. აბა რა, თავში არ აგვივარდეს, თორე დავეცემით. რაც მაღლა უფრინდებით, რომ მტკივნეული იქნება დაცემით. კრაკჭი სილო რა. ამასტრის გოგო მეგრე ხე შენ უნდა გავაკეთო. მიმინო. მე დავაჭერ შენ გამოიცანი აი. რა კარგია რა. შემდეგი ეს ცოტა უკარაჩა. 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 1 2 3 4 5 უკარაჩა. 7 ხო. აია. შემდეგი ცოტა უნდა გავართულოთ, თორე. აბა, შემდეგი. კოკაინი არის რა არის? ჰა, მოტო. ჩისპერინჩემი. ყოჩა. შაბიამანი, მოტოციკლე, მოტო. ყოჩა. აბოკარი ბიჭო, შაბოკარი ბიჭო. ჩემი ბინძური ტვინი წავიდა. შაბიამანი ყოფილა. არა მარტო შენი. ეს რა ქვია გარიგება, ხო? არ გაშერდი რა გარიგება. ორი ვერსია მაქვს. ან ალექსანდრა პაიჭაძის ინსტაგრამია, ან არის ფილმია. მატარებელში რო არიან დიდი ამბები. ვიდეო მატარებელი. იქნებ მაგდანას ლურჯა? არა, მაგდანას ლურჯა ხო? ტრაკის მოძული. ვიდეო და მატარებელი. ამ თამაშში დაგვანგრიეთ ფაქტიურად. ნიკო რა ვქნათ? არ ვიცი, ვანიკო მესამე ჯოკერი რა, ჯოკერი მე გამოვქაჩავს. მე მგონი რომ გვაქვს შანსი. პრესტიჟის გოლი უნდა გაიტანა. შემდეგი თამაშისთვის მომამზადოთ მე გასარევი და მოხდება. და პირველად მთავარი ბიჭების ისტორიაში შერკინება თავარი ბიჭები სტუმრის წინააღმდეგ. მოკლედ, მაყურებელსაც რო აუხსნათ და დოჩიმ უკვე იცის ეს ყველაფერი ცნობილ ქართულ ანდაზებს დოჩი წაგვიკითხავს მეგრულ ენაზე. დიახ. და ჩვენ უნდა გამოვიცნოთ რა ანდაზა. ილო გაიგე? მაგრამ მაყურებელს ახლავე უთხრათ რა რომ ის რომ გუნდში ბიჭებო ერთი მეგრელი ყავთ, ეს არაფერს არ გაძლევთ. როგორ მე მაგის იმედი მქონდა. არაფერს არ ნანუკას სამწუხაროდ შენის მეგრელია. ეს ის შემთხვევარი რომ ძალიანაც სამწუხაროდ მე მაძლევს ეს ყველაფერი ძალიან ბევრ რამეს. იქნებ სისხლმა და გენებმა სადღაც აიღვიძოს რა ინტუიცია. თქმა უნდა, რა თქმა აბა, უნდა. მე მგონი დავიწყოთ. პირველი ანდაზა თუ შეიძლება. აბა იკითხება გრიგოლია და დანარჩენებისთვის. დავიდა. მეგრულად როგორ თქვა? ხოჯკმა ქიგიო კირენ. აი? ვარდას ნესისვალუნს და ვარდაფერს. ვარდი ხალხთან დააბიო. ხარი. და ანზნესის მის ანიმას. ყოჩა. ვარდას რო გავიდო უფრო მათი ვარდი დაუტრებია. მაგრამ გავართულებე ხა. აბა გავართულოთ. აბა გრიგოლია. მოიცა ხო რაღაცნაირად. მურეწიანტის. არა ჩვენ ერთინი ვართ. შხური? აი დაიწყო. შხური? შხურენია, მარა. გეხანგდო კოცკანტუადა. გაკორჭუნსია ფერცხარერენია. უკაიგეს მე. ეს მოიცა ქართლიდან მეგრულად არის ნათარგმნი თუ რამე შვედურია თუ რა ქართლ. ფოთაშორის ფრანგულს ამსგავსებენ. დიდი მადლობა. აუ ერთხელაც დავიდან. ნუღე? ახლა ცოტა მარტივად წაგიგო. აბა მარტივად წაგიგო. ილო მეგრელი ცოლი ყავს ცოტა იმას კი. აწირა მე გავაკეთე. კონტექსტურად წაგიგითხავთ, კონტექსტურად სახიობებო. აბა მიდიაც. შხურენია, მარა. გეხანგუადა. შხურია, მარა. შხური სარა. აბა. შანასხურა. რა კარგია, რა კარგი. მალე მეგრულს ვისწავლი. დავისწავლეთ ფაქტიურად. შემდეგი ხური. წავიდა. ოშა გოზიმდო არჩა გოჭკირ. აუ. აიცა, ეგ ძალიან გვაჯახე ხა, როგორ? რა ვქნა, რა წყალში გადავარდნეო. ინტონაციურად რო იძახდი, როგორ ახლა არის? ინტონაციურად ნიკა თვალებში მიყურე. ოკეი. ოშა გოჭკი, ოშა ბოდიში. ოშა გოზიმი, თუ არჩა გოჭკირ. ბიჭო, რაღაცა თორე მოხდა რაც ხაო. ოშა გოზიმდო არჩა გოჭკირ. ერთხელ გაჭერი. აბა რა, ტელეპათიურად ვანიშნე ხა, რა უნდა ეთქვა. ყველაფერი ასე გადაეცა. მე გადავთარგმნე და ტელეპათიურად ვანიშნე ვანიკო. ვანიკო, ცოლი ხო არ ყავს მეგრელი? კი, მყავს და იქიდან მეხმარება, აი. აიღო, ნახე, ყველაფერი გამოიღო იმ გოგოს. შენ წარმოიდგინე მე ცოლის მეგრელი მყავს და მამაც. ნახე, და მე შვილი ნახევრად კიდო. ნახე რა შეასახ მე ხო ცოლი მეგრელი ყავს და აქ რამე სიტყვა ვერ გამოვიცანი მე სახში ვერ მიმესვენება.
სხვა გზა არ აქვს. ანუ ყველა პონჩი უნდა მოდი გამოვიდეს. გადაგვირჩინა ძმა კაცი და ანიშნა ხო? ეხლავე. ახლა გულშემატკივრობს მაგრა და ამ დროს ანიმაციის იყო მეგრული. კი. შემაცომა ჩვენ რა იყო რა არაფერი. წარმოიდგინე ამას თქვენი წოლების ხედან მეგრული ციან და აი ესე ურწყავენ ხელს. და ვერ გამოვიდა დედი ჩვენ. აი ნანუ მიდი. შვილები. არა, ნანუკას უსაყვედურობს ხოლმე რომ მეგრული როგორ არიცეო და ხა როგორ თქვა ასე უნდა მოსწო ტელევიზორში გამოვიდა თქვა რომ კარგად ლაპარაკობს მეთქი. ვერ ვიტყვით, მაგრამ ხო შევპირდი იძულებითი ხალანის მეთოდით შევასწავლი მე მას მეგრულს. თანახმავა. პირობა მიცემული. მე ეგრე ვისწავლე ფაქტი. აბა წავიდა. არც თხირის გურჩხორო ჯიმა გირთუა. ერთი თხილის გულიც. რა წამგაიყო. ოჩა, აბა მოვიდე სახში. ოჩა, შემაშას რომ მოვიდა. თამამად შემიძლია შევჯელან გუნდსა ესე შეაწვიდა. როგორ არის ეგა? როგორ? ახლიდან თქვი ეგა? არც თხირის გურჩხორო ჯიმა გირთუა. ესე თქვი ეგ. აგრე შევა. ოჩა. ანიკო თახნიშვილი, ყველა მეგრელი ქალის საოცნებო მამაკაცი. კი ბატონო, ნამდვილად. აბა არც მაჭიხორიში ჭურჭული აქია. გაზაფხულს მე მიონანსიანა გამორიცხურენია. აუ! აი ჩემი სამეგრელო მოვიდა ჩემში. ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. მეგრული არ ვიცი. არავინ. ბრავო. ხეს კარგად დედები ათორებიან ყოველთვის ამოხეთქავენ. მურიანი დაძელიანც. აბა მოვედი ხას. ჭუკიკ. ჭუკიკ. ხორვა და კატუკეშან ხარა. ხარა. ხარა კატა ხარა. ჭუკი. თაკმათ ხარა. ჭუკიკ ხორვა და კატუ გეიშათ ხორვა. ო თაკმათ ხარა კატა ხარაო არა? კი ბატონო. არის ეგ არის. ხო და აბა რადგენდა? ჭუკიკ არის ხადი. კი ბატონო. ჭუკმეიქს. მომწონს ძალიან. ნე. ხათი პითხა გიმოვიდო მუთუნ მოგება გვამაშუა. მარგალ თქუ. ხათხაზე დედა არადა ნიკა რა არის? მოიცა ვერ არ მაცადეს გახსნა. თქვენ ურს არა გასპასეს უძლება. მორჩა. всё, ვეღარ ვამბობ. აბა. თხა კიპიდია. ხო. თხა გიმოფჩია და კაცო ეგ არის თხა გავყიდეთ ხალი კიდე. აბა კიდე. ჩუნ მუთუნ ფარავედი თუ. გუამ არა მეგრელებთან დავიტანჯე და აიჭა. ბილია უკიდა შანდა. ჩქარები ხარ, ჩქარები ხარ. არ უნდა არ გრელკას რატო გვიწუნება? ნუ გიოზიცანთი შვებს ვარა იფე დუდკი გოცინაშო. ნუ რა, აი ნუ რა. ნუ და სინის სხვასაო გადახდება. ნიკა! ბრავო! ნუ ბრავო! სადღაც იცი აქედან მოდის ეს ყველა. ნელა სიცხარეებს. სადღაც ნელა ზესტაფონიდან ყვირილის ნაპირებიდან უკვე ცხენის წყალს მიუახლოვდა ჩემის. ნახე ნიკა, რა უნდა ქნა შენ გონება გათიშე. გულით ლაპარაკე. კი, მაგრამ გონის რომ მეგრულია ჩემი. აჯიკა. თი მუდგა კაღონენიათი წკუმონტი და კინკურ ბანკურითი ნირფესკან დუცკი კადოასია უკულცინასკან ბრარენია რა. რა მოხევი? ეხა რა გითხარ? ეხა ახლიდან. ეხა კონტექსტით ვანიკო. ჩუ. მუდგა კაღოლენია თი კინკურა კოჩნეკია კაოზნიკია და მუდგა კაღოლენია სკან დუცკი კაბრალია უკულირფელი. რა ეს მეპასე. გარეპა. დღეს შენ თავჩები სახში არ შემიშვე. კარგად ვისმინე ბიჭო. კი, მეცა? ჩქარები არ უნდა ვიყოს. დგას ერთი კაცი და მეორე მეგრელი აძლევს შევას. ხო. თი მუდგა კაღოლენია ხო სი? ცისკან ძიც ყმონდა ხასიათითია და ცისკან კეოზნიკობიცია და ცისკან დავათია დავა კამათიტია მუდგა გაღოლენიან კეოზნიკობა სკან დუდიშ ბრარენია ირფელ უკულ სკან დუდში გაბრალ ანდაზე სად არის რომელ ანდაში გაგიგეს კეოზნიკობა ერთადერთი ვარიანტი მაქვს რა აი რაღაც ჭკიბენ კანონ კოგონია თუ ნიშნავს დავითაოს მაშინ კეოზნიკობა რა ჩუაშია ოჯა დავითა კაცი სახელი გონდა თემდე ეგანდაზაში? კლეოზნიკობა ვერ გავიგე. დავა რა არის? დავაო, რაც მოგივა შენი კილაოზნიკობითო? ის შენი რა იყო შინაარსი დათოს. ის მერე დაგიმატე მისი ფატორესანი და კინკურ მანგური გითხარი. ყოდასე იყო. აყოჩა, აი ამას თუ გამოიცნობ. აი მაინც გალენ ანაკოგალე. ამას ხოლმე მეგრელი გამოიცნობდა. კი. ნახე როგორ მოვიდე? შეკითხვა. ყურა ჭიჭე კუჩხებუღუნია. შემიგა. იცი რა არის? აბა? უცეცმე გამოვიცანა. მიდი, ჩარა, მიდი. კონკრეტ ხები რას აქვს? რა კაია მეგრელების გულო.
თვის და ოჩა. სახალისო თამაში იყო. ძალიან მაგარი ძალიან სახალისო თამაში. ანუ ძალიან დიდი მადლობა მაგრად ვითამაშეთ მაგრად მოგვიგე დაგვამარცხე როგორ მოგიგეთ ყველაფერი გამოიწვია მე ახლა ის ნებისმიერ შემთხვევაში შეხარ თქვენ ერთი გუნდი ხართ ხო? გამარჯვებული და შენ ჩვენი სპონსორი ლიდერ ბეთისგან გადმოგეცემ უკონტაქტო ბარათი ლიდერ კარდი 500 ლარიაზე სიგელებს დაგიმზადებთ ან თანხით ნამდვილი სუპერ მეგრელების პირველი ეტაპი რო გავიარე. პირველი ეტაპი დააწერე ჩქარი ჩქარი აპლოდისმენტები გავაკეთე მადლობა რომ მოგვეწოდეთ და ესე ძალიან გვახალისებს. ძალიან დიდი მადლობა. აბა ბედნიერად.